ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებელმა გუშინ დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, გიორგი კაშიას დადგმითა და ზუგდიდის თეატრის მსახიობების შესრულებით ნახა. ინსცენირების ავტორი კი ალექსანდრე ქოქრაშვილი გახლავთ. სპექტაკლი მოგვითხრობს ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში გადასვლის მტკივნეულ პროცესებსა და ეპოქალური ცვლილებებით გამოწვეულ სოციალურ სიდუხჭირეზე. ქურივი აზნაურის სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს, რაც მისი ვაჟიშვილისთვის თავზრდამცემი სიახლე აღმოჩნდება. პლატონი იძულებული ხდება მამას საცოლედ თვითონ შეურჩიოს, რომ თავიდან აიცილოს მემკვიდრის დაბადება. სპექტაკლის დროს ვიხილეთ ინტერპრეტაცია, თანამედროვეობასთან სინთეზი, როგორც ვიზუალური მხარით, ასევე შინაარსობრივადაც, რამაც წარმოდგენა კიდევ მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახადა. გიორგი კაშიამ და ზუგდიდის თეატრის დასმა მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა იმ მხრივ, რომ ამ სპექტაკლში ბევრი მსახიობია დაკავებული და მარტო ამ ყველაფრის ორგანიზება და გადმოტანა სივრცეში რაღაც ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მადლობა მინდა გადავხადო ორივე თეატრს. მე მგონი ფესტივალი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და მეორედ მომიწია ჩემი სპექტაკლის ჩამოსვლა და ვესწრები კიდეც სპექტაკლს და ვაპირებ რომ დავესწრო. ძალიან საინტერესო პროგრამაა და უსურვებ წარმატებებს ამ ფესტივალს და მადლობა სუხთი ამ შესაძლებლობისთვის. მე ბევრჯერ მithქვამს რომ ოზურგეთი არის ჩემი მეორე თეატრი. იმიტომ რომ პირველი პრემიერა საერთოდ ჩემ ცხოვრებაში პირველი პრემიერა ოზურგეთის თეატრში, ანუ გასვლითი პრემიერა რასაც ერქვა და პირველი პრემიერა გასვლა იყო ოზურგეთში. არასდროს არ დამავიწყდა. სპექტაკლის მახსოვს, როლის მახსოვს 50 წლის წინ იყო, მაგრამ მაინც. დღეს ნუ ოზურგეთის მაყურებელი საოცარი ერუდირებული, განათლებული, უჭვიანესი. აი კონკრეტულად რო თემაზე წერტილს რო დაგისვა. ძალიან ასიამოვნები ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც უდგას ქართულ თეატრს, ქართულ კულტურას, გვერდით ყველას დიდი მადლობა. რაც დაარსდა ფესტივალი ნოდარ დუმბაძის, მას შემდეგ ვესწრები. და ბედნიერი ვარ და მადლობა ორგანიზატორებს, ვინაც გადაწყვიტა, რომ ეს ფესტივალი დაარსებულიყო და ოზურგეთში ჩატარებულიყო. მადლობა ვასიკო ჩიქოგიწეს, ოზურგეთის მერიას, გორის ადმინისტრაციას საერთოდ ლანჩხუთს და ჩოხატაურს განსაკუთრებით, რომ გვაჩუქეს ეს დიდი ბედნიერება და წეღავ მსჯელობდით და ვსაუბრობდით კიდევაც, რომ ველოდებით ზაფხულს, იმიტომ რომ ასეთი დღესასწაული იწყება. ვესწრები ყველა სპექტაკლს და არ შემიძლია დღევანდელი ემოციები არ გადმოგცეთ. ყოველთვის ზუგდიდი გვაოცებს ყოველთვის. ყოველთვის გვაუცებ თავისი ნიჭიერების შემოქმედებით და თავისი გადაწყვეტით და დღეს ვართ აღფრთოვანებული და ემოციებს ვერ ვფარავ და ყველა ისეთი კმაყოფილი გავიდა დღეს დარბაზიდან და წარმატებები ყველა თეატრს, ზუგდიდს, ოზურგეთს.